გამარჯობა, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მომხმარებლის რეგისტრაციის ცვლილებაზე. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების ტარიფი განსხვავებულია საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია თითოეული აბონენტი შესაბამისად იყოს რეგისტრირებული. კომერციული ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები და არასამთავრობო ორგანიზაციები წყალმომარაგების გადასახადს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით იხდიან. იმ შემთხვევაში, თუ GVP-ის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული იყავით როგორც საყოფაცხოვრებო აბონენტი და ამავე მისამართზე იწყებთ კომერციულ საქმიანობას, აუცილებელია GVP-ის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდეთ როგორც იურიდიული პირი და წყალმომარაგების საფასური გადაიხადოთ არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს ან შესაბამისი განცხადებით მოგმართოთ GVP-ის სერვის ცენტრებსა და ელფოსტაზე online GVP-G. განცხადებასთან უნდა ერთვოდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან და საკადასტრო კოდი, ამონაწერის სამეწარმეო რეესტრიდან, პასუხისმგებელი პირის, მაგალითად დირექტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საყოფაცხოვრებო აბონენტის ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ფართი არ არის იურიდიული პირის მფლობელობაში და დაქირავებულია, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოთ ქირავნობის ხელშეკრულება, ფართის მესაკუთრის თანხმობა, ფართის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. რიცხველიანი საყოფაცხოვრებო აბონენტიდან არასაყოფაცხოვრებო აბონენტად რეგისტრაციის ცვლილება GVP-ის მონაცემთა ბაზაში განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში აისახება, ხოლო სულადობრივი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში 30 სამუშაო დღეა საჭირო. ცვლილება ასევე აუცილებელია, თუ არასაყოფაცხოვრებო აბონენტის მისამართზე აღარ მიმდინარეობს კომერციული საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის ცვლილების შემდეგ მომხმარებელი წყალმომარაგების გადასახადს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდის. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს ან მოგმართოთ შესაბამისი განცხადებით GVP-ის სერვის ცენტრებსა და ელფოსტაზე online GVP-G. განცხადებასთან უნდა ერთვოდეს ამონაწერის საჯარო რეესტრიდან ან და საკადასტრო კოდი, მესაკუთრის ან მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასაყოფაცხოვრებო აბონენტიდან საყოფაცხოვრებო აბონენტზე რეგისტრაციის ცვლილება, GVP-ის მონაცემთა ბაზაში განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აისახება.